19-დან 26 მაისის ჩათვლით მთელს ევროპაში იმართება HIV ინფექციისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეული. ეხლა ყველას მოიხსენება თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტირება ნებისმიერი დაავადების აქ HIV-ზე არ არის საუბარი და ჰეპატიტებზე. იმიტომ რომ ჯერ ერთი და ეს არის ჯანმრთელობის საწინდარი ყველანაირი ის პროცესი, რომელიც რასაც მკურნალობა ქვია, ბევრად უფრო რთული და უფრო ძვირია, ვიდრე დაავადების დროული აღმოჩენა. ადრეულ სტადიაზე, რა თქმა უნდა. ამასთან დაკავშირებით ჩვენთან მოსულია ჩვენს ეზოში არის მოძრავი ლაბორატორია მოსული და რადგან ჩვენ გსურდა რომ ყოფილიყავით მაგალითის მიმცემი მთელი საქართველოსათვის, ჩვენი მაყურებლისათვის ზუზუმ განაცხადა თანხმობა, რომ თვითონ გაიკეთოს და ჩვენს აქვე იმასაც ვიტყვით, რომ გადაცემის შემდეგ აუცილებლად შევუერთდებით ამ ინიციატივას, რა თქმა უნდა. დიახ, და ვნახოთ როგორ იქნება ზუზუ კარგად იქნება, რა თქმა უნდა, ამაში ეჭვი არ გვეპარება. 15 წუთში იქნება ამ ტესტირების პასუხი და მე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ ამაზე. მანამდე კი ჩვენ ყავს არაჩვეულებრივი სტუმარი, ჩემი სათაყვანებელი კოლეგა, ძვირფასი ქალბატონი ლალი შარვაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. როგორ ზამდებით? მადლობა, კარგად. მოგესალმებით დილამშვიდობის, მივესალმები მაყურებელს. მეც მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, რა თქმა უნდა და მიხარია თქვენთან ყოფნა. ქალბატონო, ეხლა ნუ მიაქცევთ ყურადღებას, რომ მე ექიმი ვარ, ამ წუთში ჩემი სახით თქვენ გესაუბრებათ ის რიგითი ქართველი, რომელიც დაფუსფუსებს ამ წუთში სამზარეულოში, ჩართული აქვს და ცალი ყურით გვიყურებს, ამ ორივე თვალით ყურით გვისმენს და ორივე თვალით გვიყურებს, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, შეიძლება ცოტა ნაივური შეკითხვები იყოს. რით განსხვავდება ერთმანეთისაგან HIV და შიცი? HIV ვირუსია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, ხოლო შიცი ეს გახლავთ აი ამ ვირუსით გამოწვეული დაავადება. შიცი გახლავთ შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი. ეს მარტივად ძალიან და დავამატებ კიდევ იმასაც, რომ თავისებურება არის ამ დაავადების ის, რომ თუ ერთხელ ვირუსი მოხვდა ადამიანის ორგანიზმში, პროცესი გახლავთ ქრონიკული, ის გრძელდება ადამიანის მთელი ცხოვრების განმავლობაში, ამიტომ ვიყენებთ ასეთ ტერმინს ხოლმე, რომ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ აი ამ ინფექციით. ბევრი რამ სასიკეთო არის ამ დარგში, ბევრი რამ განსაკუთრებით მკურნალობა, თუ გვექნება საშუალება მოკლედ ვიტყვი ამის თაობაზე, დღეს აღარ არის ეს დაავადება ისეთი ფატალური, როგორიც თქვათ ადრე იყო, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი მკურნალობა არსებობს და თუ დროულად იქნებიან ადამიანები გამოვლენილი, ვისაც აქვს რა თქმა უნდა და დროულად იქნება მკურნალობა დაწყებული, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. აი ამიტომაც აქვს სკრინინგს უდიდესი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ აქვე იმასაც ვიტყვით დასაწყისში, რომ დაავადება ძალიან დიდხანს მიდის უსიმპტომოდ. არაფერი არა აქვს პაციენტს აბსოლუტურად არანაირი ჩივილი. ამ დროს ინფექცია აქვს და საშიშია იმიტომ, რომ ამ სტადიაზე ის ავრცელებს აი ამ დაავადებას. არ იცის უბრალოდ ამ დაავადების შესახებ. დროულ გამოვლენას კიდევ ისიც აქვს, მოკლედ ის დანიშნულებაც აქვს, რომ ჯერ ძალიან სწრაფად მოხდეს მკურნალობის დაწყება, პაციენტთან დაავადებამ აღარ განიცადოს პროგრესი და რაც ყველაზე მთავარია და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მკურნალობის დაწყებიდან ძალიან მალე ადამიანის ორგანიზმში ვირუსი დადის ნოლამდე. და ის პრაქტიკულად აღარ არის ინფექციის გამავრცელებელი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სლოგანი, პრინციპი ის გახლავთ, რომ გამოვავლინოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, ვისაც აქვს, რა თქმა უნდა, დროულად გამოვავლინოთ, დროულად დავიწყოთ მკურნალობა და 2030 წლისთვის, ეს დიდი სურვილია და დიდი ალბათობით ასეც იქნება, დავასრულოთ ეპიდემია აი ინფექცია შიცთან დაკავშირებით.
დიახ, სკრინინგის რა თქმა უნდა ეს მიმართულება ასევე B და C ჰეპატიტების სკრინინგსაც მოიცავს, ხო? რა სიმპტომები შეიძლება ქონდეს B და C ჰეპატიტს და შემდეგ რა გართულებები შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს? მე აი ინფექციაშითან დაკავშირებით თქვი, რომ ძალიან დიდხანს ამ დაავადებას არ აქვს სიმპტომები, თქო და ამით გარკვეული მსგავსება არსებობს აი ინფექციაშიცა და B და C ჰეპატიტებს შორის ქრონიკული მდგომარეობები მგონი. სამივე არის ქრონიკული ინფექცია. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არც ერთს ამ ინფექციას არ აქვს რაიმე სიმპტომი. ძალიან უმნიშვნელოდ შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ჰეპატიტებზე ვსაუბრობ. ახლა გამოხატული ზოგადი საერთო სისუსტე და ჩვენ დამთანხმება ალბათ რომ ზოგადი საერთო სისუსტე ისეთი სიმპტომია რომ რა თქმა უნდა კონკრეტულად ვერ მიიტანებს რომ აი მაგალითად პაციენტს აქვს ან B ჰეპატიტი ან C ჰეპატიტი. ამიტომ მაგრამ დაავადება თანდათან ნელ-ნელა პროგრესირებს და თქვენ შეკითხვაზე რომ რა გართულებები შეიძლება ქონდეს ძალიან არასასურველი გართულებები შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ქრონიკული ჰეპატიტები ეს გახლავთ ღვიძლის ანთება, რომელიც ქრონიკულად დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს და ქრონიკულად ანთებითი პროცესი ღვიძლში უკვე ნელ-ნელა იწვევს სერიოზულ გართულებებს, როგორიც არის ღვიძლის ციროზი, ჰეპატოცელულური კარცინომა, ანუ ღვიძლის პირველადი კიბო, ღვიძლის უკმარისობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და უნდა ვიცადოთ, რომ არ მივიყვანოთ აქამდე ყველაფერი ეს. აქაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეულ სტადიაზე გამოვლენას, მით უმეტეს, რომ ეს სიამაყით მინდა აღვნიშნო, ყველგან ვსაუბრობთ ამაზე. და ქართველებმა ნამდვილად უნდა ვიამაყოთ, იმიტომ რომ 2015 წლიდან საქართველოში არსებობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, მკურნალობთ ყველას, ვისაც აქვს C ჰეპატიტი. და ასევე მინდა ეს სამი ინფექცია, რადგან რაღაცნაირად სამივე ინფექციაზე ვსაუბრობთ, C ჰეპატიტი მინდა გამოვყო იმ თვალსაზრისით, რომ ეს გახლავთ ერთადერთი ქრონიკული ინფექცია, რომელიც მკურნალობით გახდა განკურნებადი. დანარჩენ შემთხვევაში ამას ვერ ვამბობთ. ამიტომ განსაკუთრებით C ჰეპატიტი დროზე მოვიდნენ, დროზე ჩაიტარონ მკურნალობა, განიკურნებიან ამ დაავადებისგან. და შესაბამისად აი ეს გართულებები, რომელიც მე ახლა ხან ჩამოთვალე, არ იქნება. B ჰეპატიტს რაც შეეხება, კი ბატონო, B ჰეპატიტი ამ ინფექციაში ესენი განკურნებადი დაავადებები, ქრონიკული B ჰეპატიტი და ამ ინფექციაში არ არის განკურნებადი დაავადება, მაგრამ მკურნალობით გამორჩილება შეიძლება. ვირუსი ძალიან მალე მკურნალობის დაწყებიდან 0-მდე დადის თქვი და მინდა ხაზგასმით ისევ გავიმეორო და მას ზიანის მიყენება აღარ შეუძლია შემდგომში ორგანიზმზე. ოღონდ ეს არის რომ თუ დავიწყებთ მკურნალობას, ეს მკურნალობა გრძელდება პაციენტის მთელი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ ამაში ცუდი არაფერი არ არის. საკმაოდ კომფორტულია, თუ ამაზე შეიძლება ვთქვათ სიტყვა კომფორტული ეს მკურნალობა. აი მაგალითად თუ მაგთ რომ ზუსტად ერთ წუთში ვიტყვი რომ ამ ინფექციაშიც ის მკურნალობა კომფორტული რას ნიშნავს? კომბინირებულია რამდენიმე მედიკამენტით მკურნალობას მოიცავს, მაგრამ ახლა უკვე მიმართულია იქითკან ეს რომ რაც შეიძლება ადვილი იყოს პაციენტისთვის და აი ვთქვათ სამი მედიკამენტი, სამივე მედიკამენტი ერთ ტაბლეტშია ფიქსირებული, რომ პაციენტისთვის ეს იყოს მოსახერხებელი. დღეში მიიღოს ერთი ტაბლეტი, გვერდითი ეფექტები არ ქონდეს და რაღაცნაირად ამასთან დაკავშირებით მართლაც კომფორტულად იგრძნოს თავი. რადგან ტესტირების კვირეულზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენს ეზოში იმყოფება ბარბარე დონჯაშვილი და ზუზუ სტუმართან ერთად და სწორედ ახლა ჩაგვერთვებია ჩვენი მეგობრები პირდაპირ ეთერში. დილამშვიდობის ბარბარე, პირდაპირ ეთერში ხარ?
დილამშვიდობისა, მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. Როგორც აღნიშნეთ, 19-დან 26 მაისის ჩათვლით ევროპაში მიმდინარეობს აივ ინფექციასა და C ჰეპატიტზე ტესტირების კვირეული, რომელსაც ტრადიციულად საქართველოც უერთდება. 2013 წლიდან დაიწყო ეს ინიციატივა და მას შემდეგ ყოველწლიურად ევროპის ქვეყნების 7-ზე მეტი ორგანიზაცია თუ ინსტიტუტი იღებს მონაწილეობას. საქართველოში ამ კვირეულის ორგანიზატორია ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი, რომელშიც გაერთიანებულია 14 ორგანიზაცია. მათ შორის არის HEPA პლუსი, რომლის წარმომადგენელიც თამარ კილაძე იმყოფება ჩვენთან ერთად და რომელიც უფრო მეტ დეტალს გაგვიზიარებს ამ კამპანიის შესახებ. დილამშვიდობისა, თამარ, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ, რომ ვუთხრათ მაყურებელს, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ტესტირების ჩატარება. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ტესტირების კვირეულის ფარგლებში, ევროპის ტესტირების კვირეულის ფარგლებში, რომელიც გრძელდება 19 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი და მის წევრი ორგანიზაცია HEPA პლუსი ვატარებთ ყოველდღიურად ტესტირებას C ჰეპატიტზე და აივ ინფექცია შიდზე. ტესტირება utardeba როგორც მაღალი რისკის ჯგუფებს, ასევე utardeba ზოგად პოპულაციას. და მოუწოდებთ ყველა ადამიანს, დროულად შეიტანონ ტესტირება, გაიგონ თავიანთი აივ და ჰეპატიტების სტატუსი და დროული დიაგნოზის შემთხვევაში რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ მკურნალობა, რათა თავიდან ავიცილოთ სავალალო შედეგები. ეხლა რაც შეეხება თვითონ ტესტირების მნიშვნელობას. ანუ ამ კვირეულის ფარგლებში ძირითადი არის მიზანი არის რაც შეიძლება მეტი ადამიანის ინფორმირებულება აივ და ჰეპატიტების სტატუსის შესახებ. და მოვიცვათ როგორც მაღალი რისკის ჯგუფები, ასევე ზოგადი პოპულაცია და მეტი ინფორმაცია მიეწოდოთ ადამიანებს. რომ გითხრათ, სად შეძლებენ მოქალაქეები ამ სერვისის მიღებას? სერვისის მიღება შეუძლიათ აბსოლუტურად საქართველოს ყველა მოქალაქეს, რაც შეეხება ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წევრ ორგანიზაციებს. თვითონ ჩვენ ვებგვერდზე არის ატვირთული ლოკაციები, მისამართები, სად შეუძლიათ გაიკეთონ თვითონ ორგანიზაციებში და ასევე მობილური ამბულატორიები სად შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მთელი კვირა გაწერილია და ლოკაციები მითითებულია უკვე და შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ვებგვერდზე იხილოს ეს ადგილები. როგორც ვიცი, ტრადიციული ტესტირების გარდა კიდე გაქვთ თვით ტესტი, ხო? ამასთან დაკავშირებითაც რომ ვთქვათ მაყურებელს. თქმა უნდა, გარდა სწრაფი მარტივი ტესტებისა, ჩვენ შეგვიძლია აივ თვით ტესტების მიწოდებაც ადამიანებისთვის და თვითონ გაიკეთონ ეს ტესტები. შესაბამისად, ამ შემთხვევაში დაცული იქნება კონფიდენციალობაც, ანონიმურობაც და მარტივი გზა არის აბსოლუტურად თავიანთი სტატუსის გასაგებად. ძალიან დიდი მადლობა. მე როგორც ხედავ ზუზუ უკვე ჩვენთან ერთადაა, რომელიც პირდაპირ ეთერში გაიკეთებს ეს. ზუზუ, დილამშვიდობისა, აბა როგორი განწყობით ხარ? დიდებული, ახლა გავიგებ რამჭირს. სტატუსის შესახებ, მოდი გადავინაცვლოთ ამბულატორიაში და მოდი გვითხრით, რა პროცესი უნდა გაიაროს აქ მოსულმა? შემთხვევაში, ზოგადი პოპულაციის შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობა. მე შევასებთ თქვენს მონაცემებს, ჩვენი ლაბორანტი გაგიკეთებთ ტესტს, პასუხს მიიღებთ დაახლოებით 15 წუთში, არის საკმაოდ უმტკივნეულო, სწრაფი, მარტივი. აბა ვნახოთ, მეც მქონდა შესაძლებლობა გამეკეთებინა ეს ტესტი. განწყობა მაქვს დიდებული, შინებული. ნუ ხელა როგორი ჯანმრთელი ვარ 15 წუთში. თავისებური ხელვა ახლავს, მაგრამ თავარია გავიგოთ ჩვენი სტატუსის შესახებ. მოდი პროცედურის შესახებ რომ გითხრათ, ხო? ეს პროცედურა არის უმტკივნეულო, არის ერთი ჩხლეტით, სწრაფი და მარტივი. თქვენ პასუხს გაიგებთ 15 წუთში და მოუწოდებთ ყველას რომ ყველამ გაიკეთოს და გაიგებს თავის სტატუსი. აი ესეთი ტესტები გამიკეთეს, როდესაც ორსულობას გებულობდი და კოვიდს. კი. მნიშვნელოვანია ძალიან მოკლედ და ყველას ვურჩევ რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენონ, თან უფასო არის ტესტირება და შემდეგ მკურნალობაც უფასოა, როგორც ვიცი, ხო თამარ? სრულიად უფასოა მკურნალობა. სრულიად უფასოა მკურნალობა და დიაგნოსტიკური კვლევებიც. მკურნალობაც და დიაგნოსტიკური კვლევებიც, ამიტომ ყველას გირჩევთ უფრო მეტ დეტალურ ინფორმაციას, როგორც თამარმა აღნიშნა, თქვენ ნახავთ ამ წევრი ორგანიზაციების ვებსაიტებზე, ასევე Facebook გვერდზე, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის Facebook გვერდზე. მოკლედ და ამიტომ მობილიზდით, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ ჩვენი სტატუსის შესახებ და ვიყოთ მშვიდად. აბა ვნახოთ, გონი ახლა ჩვენ უნდა დაველოდოთ პასუხს, ხო? დამთავრდა ხო პროცედურა? 15 წუთში იქნება თქვენი პასუხი. კი ბატონო. 15 წუთში იქნება პასუხი, მე დავტოვებ. როგორ გძნობ თავს ზუზუ?
ჩვენ რა უმტკინველობას სწრაფი ტესტი უკვე გავიკეთეთ. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ეს ამბულატორიები განთავსებული იქნება როგორც თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონებში და უფრო მეტ დეტალური ინფორმაციას მოკლედ ნახავთ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის Facebook გვერდზე. ტესტირება არის უფასო, ამიტომ გირჩევთ, რომ ეს შანსი გამოიყენოთ, რადგან დროული ჩარების შემთხვევაში ამ დაავადებების მკურნალობა და მართვა არის შესაძლებელი. მე დაგემშვიდობებით ზუზუ, რომ ის თქმა ხომ არ გინდა რომ დაამატო? არა, მალე დაგიბრუნდებით აბსოლუტურად. გელოდებით ზუზუ სტუდიაში. დიდი მადლობა ბარბარეს, დიდი მადლობა ზუზუს. გიორგი ამბობდა ეხლა, რომ ისეთივე ჩვეულებრივიაო, როგორც კოვიდის დროს. მე მგონი, რომ ეს უფრო ბევრად სასიამოვნოა, ვიდრე ის წხვირში. ხო, რაღაცა ის ძალიან არასასიამოვნოდ მახსენდება მეც ნამდვილად. ეხლა ერთი ისევ ასეთი ნაივური შეკითხვა. ეს მაყურებელმა კი იცის, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ როგორ ხდება გადაცემა? აივის და ასევე ჰეპატიტების. კი ბატონო, შეგვიძლია გავაერთიანოთ, იმიტომ რომ ერთნაირი გზები აქვთ გადაცემის სამივე ინფექციას. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, B ჰეპატიტის ვირუსი და C ჰეპატიტის ვირუსი. ამ ინფექციებზე ვსაუბრობთ. ეს ვირუსები გადაეცემა სისხლის გზით, აქ იგულისხმება სისხლის გადასხმა, სხვადასხვა სამედიცინო манипуляციები, სხვადასხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება, რომელიც შეიძლება რომ პოტენციურად იყოს ინფიცირებული ვირუსით და ასე შემდეგ, ასევე სქესობრივი გზა. სქესობრივი გზით გადაცემასთან დაკავშირებით, როცა ვსაუბრობთ, ნებისმიერი გზა იგულისხმება. განსაკუთრებით მაღალი რისკის მატარებელია MSM კონტაქტები, ანუ მამაკაცები, რომელთაც აქვთ სექსი მამაკაცებთან. ეს კიდევ უფრო მაღალი რისკის შემცველი გახლავთ და მესამე გზად გამოყოფილი არის დედიდან შვილზე. ის შეიძლება გავაერთიანოთ სისხლის გზით გადაცემაში, მაგრამ რატომღაც ცალკე აღნიშნავთ ამას. ერთნაირია თქო გადაცემის გზები, ვამბობ, მაგრამ გარკვეული პროცენტული განსხვავება არის. მაგალითად, B ჰეპატიტის ვირუსის სქესობრივი გზით გადაცემის პროცენტი საკმაოდ მაღალია. აივის სქესობრივი გზით გადაცემის პროცენტი საკმაოდ მაღალია, რასაც მაინც და მაინც ვერ ვიტყვით C ჰეპატიტის ვირუსზე, არ არის მაღალი, თუმცა ეს არ უნდა გაიგოს თქვა მოსახლეობამ ისე, რომ C ჰეპატიტის ვირუსი არ გადაეცემა სქესობრივი გზით, რა თქმა უნდა, გადაეცემა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს სქესობრივი კონტაქტზე ვსაუბრობ, ეს გახლავთ მონოგამური პარტნიორები, ანუ სტაბილური სქესობრივი პარტნიორები თუ შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტების დროს გადაცემის რისკი, რა თქმა უნდა, მატულობს. ეს გარკვეული პირობებით არის განპირობებული, რა თქმა უნდა. დიახ, და ქალბატონო, ყველაზე გავრცელებული მითები ამ დაავადებების გადადებასთან დაკავშირებით, რომელია, რომ აი ავდგეთ და დავამსხვრიოთ აქ პირდაპირ ეთერში. ისეთ რა მითები ერთი კოცნით რო არ გადადის ეს თუ გახსოვთ, საერთო მე მოხმარების ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ არის მარტივი ამ დაავადებების გამომწვევი ვირუსებით დაინფიცირება ზოგადად. და ასევე მინდა ვთქვა და ამას ყოველთვის ვამბობთ, ანუ ის ადამიანები, ვინც ამ დარგში მოღვაწეობთ, რომ არ არის საშიში აინფიცირებულთან ურთიერთობა. საყოფაცხოვრებო კონტაქტი, ისე ყოველდღიური ურთიერთობა და ასე შემდეგ, ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ აი ვირუსის გადაცემის გზები არის მხოლოდ და მხოლოდ სისხლით და მხოლოდ სქესობრივი გზით. ასე რომ, რადგანაც დღეს მაინც სტიგმა და დისკრიმინაცია ამ დაავადებასთან მიმართებაში არსებობს, მინდა მოუწოდო მოსახლეობას, რომ იყვნენ უფრო მეტად სოლიდარულები, უფრო კარგად განწყობილები, მეგობრულად განწყობილები აინფიცირებულების მიმართ, იმიტომ რომ აი ინფექცია არ არის განაჩენი. ვთქვი, რომ ეფექტურია მკურნალობა, თუ მკურნალობაზე იმყოფება პაციენტი, ის პრაქტიკულად ჯანმრთელად არის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაღალია მისი ცხოვრების ხარისხი.
ანუ ასრულებს იმას თავის პროფესიულ მოვალეობას აბსოლუტურად ისე, როგორც არა აინფიცირებული. ასე რომ ვიყოთ მათ მიმართ ახლა ამ კვირეულში და იმ დღეს მინდა შევეხო, რომელიც გახლავთ აინფექციაში გარდაცვლილთა ხსოვნის დღე და რომელიც აღინიშნება ხოლმე ყოველწლიურად მაისის მესამე კვირას. ამას დიდი ტრადიცია აქვს, პირველად 1983 წელს აღინიშნა სან-ფრანცისკოში, მერე საერთაშორისო დატვირთვა მიიღო საქართველოს მაგალითად ზოგადად 42 ჯერ აღინიშნა უკვე ეს დღე. საქართველოს 29 ჯერ აღნიშნავს წელს და აღინიშნა კვირას ეს დღე, რაც იმას ნიშნავს, რომ ვილაპარაკოთ ბევრი ამ დაავადების შესახებ. ავამაღლოთ ცნობიერება და ვიყოთ სოლიდარულები აინფიცირებულების. ძალიან დიდი მადლობა. ვაპატიეთ, ჩვენი დრო ძალიან შეზღუდულია. დღეს ჩვენი სტუმარი იყო ქალბატონი ლალი შავრაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ექიმი, ინფექციონისტი.